გიორგი ნადარეიშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ქართველი ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი და მეცნიერი. იგი დაიბადა 1896 წელს საქართველოში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. მოგვიანებით კი სწავლა განაგრძო რუსეთში, სადაც სპეციალიზაცია მიიღო ნევროპათოლოგიასა და ფსიქიატრიაში. ნადარეიშვილი ითვლება ქართული ფსიქიატრიული სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მისი კვლევები შეეხებოდა ძირითადად შიზოფრენიის კლინიკას და მიმდინარეობას, ეპილეფსიისა და პიროვნული ცვლილებების ურთიერთკავშირს, ნეიროფსიქოლოგიურ პათოფიზიოლოგიას, როგორ მოქმედებს ტვინის დაზიანება ქცევასა და ცნობიერებაზე. იგი ცდილობდა ფსიქიკური დაავადებების ახსნას არამხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური მექანიზმების მეშვეობით. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის ფსიქიატრიულ ინსტიტუტს, რომელიც დღეს მის სახელსაც უკავშირდება. აგრეთვე ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სადაც გაზარდა არაერთი ცნობილი ქართველი ფსიქიატრი. იყო საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების დამფუძნებელი წევრი და აქტიური მეცნიერი კონფერენციებზეც. გიორგი ნადარეიშვილმა დაწერა ათობით სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც დღემდე ციტირდება ფსიქიატრიულ ლიტერატურაში. მისი სკოლის გავლენით ჩამოყალიბდნენ ისეთი სპეციალისტები, რომლებიც მოგვიანებით ფსიქიატრიის ახალ ეტაპზე გადაყვანის გურუები იყვნენ საქართველოში.